მთელი კვირა ვდარაჯობდნენ. ქვეყანაში სადაც არ არის დაცული გიგა ავალიანი, არ არის დაცული არა. მე გიგა მომიგე. გიგა ავალიანის დედაშვილის ცემაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს. ქალი ამბობს, რომ თავდასხმაში 3 არასრულწლოვანი მონაწილეობდა და დანაშაული ჯგუფურადაა ჩადენილი. მისივე თქმით, არასრულწლოვნები მის შვილს მთელი კვირა უთვალთვალებდნენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ავალიანის საქმეზე პოლიცია მეორე პირიც დააკავა. მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. იქამდე კი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის 17 წლის არასრულწლოვანი დააკავეს. აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებულმა თამარ თოთლაძემ საპატიმრო დატოვა. იზოლატორიდან გათავისუფლდა საბა ჯაფარიძეც, რომელიც სახის დაფარვისთვის დააკავეს. ორივე მათგანს 6 დღიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. ბოლომდე გამარჯვებამდე 19 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა დაიწყება. უწყვეტი პროტესტის 333 დღეს და ბოლო საპარლამენტო არჩევნების 1 წლის თავზე აქციის მონაწილეები მარშით პარლამენტად მივლენ. მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მის აქციელში საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და დაკავებულია 2 პირი.